მოსულის დღიდან ვლადიმერ პუტინი ამტკიცებდა, რომ ნაკლები ნატო უნდა ყოფილიყო რუსეთის საზღვრებთან, მაგრამ ჩვენ ვნახეთ 2004 წელს ბალტიის ქვეყნები გაწევრიანდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და დასავლეთიდან რუსეთს მიუახლოვდა ნატოს ჯარები, იმისთვის რომ დაეცვათ ეს პატარა ქვეყნები და არა იმისთვის რომ დაებომბათ რუსეთის ტერიტორიები. 2022 წელს ფინეთი გახდა ნატოს წევრი, ხოლო 2024 წელს შვედეთი შეუერთდა აი ამ სამხედრო ალიანსს. მაშინ გამოდის, რომ პუტინის მიერ თეორიად ქცეული, რომელიც პრაქტიკაში უნდა გარდასახულიყო, რომ ნატო ვერ მიუახლოვდებოდა რუსეთის საზღვრებს, თავიდან ბოლომდე მითი აღმოჩნდა. რუსეთი ვერაფერს ვერ აკეთებს. ნატო მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს, მაგრამ რუსეთმა ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა ნატოსკენ. იმიტომ რომ რუსეთს არ გააჩნია შესაბამისი შეიარაღება და შესაბამისი მომზადება, რომ ნატოს ჯარებს გაუმკლავდეს. ნატოს ჯარებს კი არა, სირიაში დამარცხდა თურქულ ჯართან და დღეს ბაშარ ალ-ასადს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს. ხოლო სირიაში ალ-ჯულანი არის პრო-თურქული პოლიტიკოსი, რომელიც თურქების პოლიტიკას ატარებს. იგივე მოხდა ვენესუელაში. თითქმის იგივე ხდება ირანში, სადაც დაწყებულია პროცესები და არც თუ ისე შორს არის, რომ ალი ხამეინის დიქტატორული მმართველობა ჩამოემხობა და ისიც რუსეთში გაიქცევა. ამ დროს საქართველოში ადამიანებს აჯერებენ, რომ თუ კი საქართველო გაბედავს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებას, რუსული ჯარები თბილისში შემოვლენ. ეს არის რა თქმა უნდა კრემლის პროპაგანდა და იგივე პროპაგანდას აწარმოებდნენ ფინეთში, თუმცა ფინელი საზოგადოება ამ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული აღმოჩნდა. იქ არ ყოფილა ის პოლიტიკოსები და ის ორგანიზაციები, რომლებიც მტერს მოყვარედ აჩვენებდნენ საკუთარ საზოგადოებას და საქართველოში ეს უკვე 1801 წლიდან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დაავიწყეს ქართველს ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. თქვენ არც რეალობის ობიექტური აღქმა შეგიძლიათ და ასევე დაავადებულები ხართ იმ სცენით, რომელიც არც ერთ საავადმყოფოში არ განიკურნება. თქვენ ხართ ის ბოლო თაობა, რომელიც ალბათ პირველად და ბოლოჯერ ნახავს, როგორ ეცემა რუსეთის სისხლიანი იმპერია. მისი ნაფლეთები რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე მიმოფანტული ძალიან აქტიურად ნახეთ. ახლა რაც უკრაინაში ხდება, თითქმის უკვე 5 წელიწადია. ამას თავისი ობიექტური შედეგები გააჩნია და კარგად ვხედავთ, როგორ ნადგურდება რუსი ჯარისკაცი უკრაინის მიწაზე და როგორ ანოყიერებენ უკრაინის კუთვნილ ტერიტორიებს. ამ 5 წლის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 1,5 მილიონი ადამიანი. დაკარგეს ჯავშან მანქანები, ტანკები, ბეტერები, თვითმფრინავები, გემები და რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი აი ამ ომის წარმოებაში ირიცხება. და ასე რომ ვთქვათ, ეს ფული თავიდან ბოლომდე გაფლანგულია. ალბათ ჩვენ ვართ ის პირველი თაობა, რომელიც მოესწრება რუსეთის იმპერიის მსხვერპლს და ჩვენ ვიქნებით ის ბედნიერი თაობა, რომელიც სიამაყით ვიტყვით, რომ რაც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ დაიწყეს რუსებთან ბრძოლა, დღეს ჩვენი თაობა შეხვდა აი ამ ყველაფერს უკვე პრაქტიკულად. მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს წინაპრებს იმ ბრძოლისთვის და იმ თავდადებისთვის, რამაც მათი ბრძოლა, მათი სისხლი ფუჭად არ განვლო. ფუჭი არ აღმოჩნდა მათი განვლილი გზა და აი ამ გზაზე რა თქმა უნდა აღმოცენდა და აღმოცენდება მართლაც ჭეშმარიტი საქართველო, ჯანსაღი ქართველობა, რომლებიც მტერს გაარჩევენ მოყვრისგან და მოყვარეს მტრისგან.